თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი მუშაობს. გმირი წითელი ყაყაჩო და გია ყანჩელის პატარა იბერე გაზეთი პრაიმ ტაიმი პრეზენტაციისთვის ემზადება. ხვალ მუსკომედიის თეატრში 2008 წლის ომის ქრონიკა გაცოცხლდება. მიწვეულის ტუმბები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ჯარისკაცებს, რომლებიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ. პრაიმ ტაიმის რედაქციამ 170 სამხედრო გმირის ისტორია ერთ წიგნად გამოსცა და მას გმირი დაარქვა. უსინათლოებისთვის ბრალი შრიფტიანი გამოცემაც მზად არის. პრაიმ ტაიმი ხსოვნის კვირეულსაც უერთდება. ამიტომ პრეზენტაციაზე მისულ ყველა მონაწილეს სიმბოლურად მკერდზე წითელი ყაყაჩო ექნება დაბნეული. ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიწვრილ ღონისძიებაზე პირველად შესრულდება გია ყანჩელის ვოკალური ინსტრუმენტული ნაწარმოები პატარა იმბერი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით. წიგნი უკვე დავასრულეთ და ხვალ პრეზენტაცია, მაგრამ დღევანდელი დღე აღსანიშნავია იმით, რომ პრაიმ ტაიმმა დაიწყო ხსოვნის კვირა აქცია, ესეთი, რომელსაც აღნიშნავთ გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩოთი და მე დიდი იმედი მაქვს და დიდი სურვილი და ვიცი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ შემოგვერთებიან ჩვენი კოლეგები, შემოგვერთება მთელი ქვეყანა, ვისაც გული შესტკივა და ვინც თვლის, რომ ეს კვირა უნდა იყოს ხსოვნის კვირა. ნახე სატელევიზიო გადაცემა, სადაც თაკო საუბრობდა ამ წიგნის იდეის შესახებ, ძალიან იმოქმედა ჩემზე. თავისთავად მთლიანად მისმა გამოსვლამ და ზოგადად ამ წიგნის იდეამ და გულში გავიფიქრე, რომ ნეტა რაღაც პატარა კავშირი მაინც მქონოდა ამ ყველაფერთან. ისე აგიხდეთ ყველას ყველაფერი, როგორც ზუსტად ერთ კვირაში თაკომ შემომთავაზა ჩემი ორკესტრით მონაწილეობა მიგვეღო წიგნის პრეზენტაციაზე. რა თქმა უნდა, ყველა წინადადება მიხარია, მაგრამ ეს წინადადება გამიხარდა ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად, რაც კი შემოქმედებითი წინადადება მიმიღია. დიდი ტკივილი გვაქვს ყველას ხო, თითოეულ ოჯახს და თითოეულ წევრს, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, გვიხარია, იმიტომ რომ ამ წიგნში შესული არის ჩვენი მეუღლეების, ძმების, შვილების თუ მამების გმირული ისტორიები. თითოეული ისტორია ასახავს ნამდვილ გმირობას. არ არის სევდიანი, არის სამაგალითო და ძალიან მინდა რომ თითოეულ ოჯახს კონდეს ეს წიგნი, იმიტომ რომ ჩემი შვილისთვის მაგალითად ეს იქნება სამაგალითო წიგნი. სამწუხაროდ შვილის გაზრდა მიწევს მეუღლის გარეშე და მამაკაცის გარეშე და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება რომ პირველი წიგნი, რომელსაც წაიკითხავს ჩემი შვილი, იყოს ეს წიგნი.